ეს დაძმა ნიჭიერში კახეთიდან ჩამოვიდა. მათი ასაკისთვის ძალიან უცნაურად გამოიყურებიან. ჯერჯერობით რთულია მიხვდე, რას გააკეთებენ ისინი სცენაზე. მოგესალმებით. რა საკითხად ეგ მაინტერესებს? ჩვენ ვართ ორივე 15 წლის დაძვა. და ჩანაფიქში? ან როგორც გაცვიათ მიხოდა მარო. საიდან ხარ? საგარჯოს რაიონი, სოფელი შივლიანი. მერია. ხო. გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. თქვენი თავი წარმოგვიდგინეთ. ელენე და გიორგი ჭამიაშვილები. დაძმანი ხართ? კი. ძალიან სასიამოვნო. რას წარმოგვიდგენთ? არის სკეჩი და შემდეგ ცეკვა. სად აკეთებთ ხოლმე ამას? რა, სადმე წრეზე დადიხართ? სახლში. სკეჩის წრე არ ვიცი. აბა, გამაგდით და დაიწყეთ. მადლობთ. გაიცა, გაიარე, კაცო. შენ ეხლა შხაპ არ მოგდე. შენ მან ჩარვალი გაისწორე. რეგაცო, წამოდი შობელ ძაღლებს აბავი, ვინმე მაინც ავკითხოთ. ეგე შენი გაზრდილი გოგოები. ტყუიო გინდა ტყუიო შუბში. აქეთ მამხედე კაცო, შეშლილი ხო არა ხარ, ჰა? შერებს მიედე მეედები. აგრებ შენამ მოგხვედრია ცხელი ტყუიო. რეგაცო, აბა ერთი შავამხელი ღილები აჩაბაჩა ხურა მაქიკრული. ის გაიცა, კაცო, გაიარე, ჰა? გადმოაგდე რეგაცო ფეხი. წეგან შაქროი მეუნო და გოგოები კაჭკაზე ისხერა დისკო ტანცოზე მიდიოდნენ და ხوارცი რაღაცა დისკოები სადაა. მე რა ვიცი ხა, წავიდეთ და ვიპოვით. წამოვიდე რეგაცო, მივაგნე. რეგაცო, ეს შენი გოგოები არ არიან? იქა, ეგეთები საიდან გაისწავლე? რა გიკვირს რეგაცო, ჩვენ ახალგაზრდები არ ვიყავით? მოდი ხა, ჩვენ კი ვერ გავიხსენებთ ახალგაზრდობა, ეს გაზმორები დაწყებულა ეს მოძრაობები. მიხო პაპა ნახე. ჟიური ასეთი ძალიან კარგ ხასიათზე დაგვაყენეთ. ცეკვით კარგად ცეკვავთ, ამბავიც გაგვაგებინეთ. ამიტომ მე პირადად ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა. მადლობთ. თავიდან რო დაიწყეთ. რაღაც სკეპტიკურად განვეწყე და ვაპირებდი არას თქმას, მაგრამ იმდენად ორიგინალური ნომერი ვნახე, რომ აი მართლა სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და გიორგი განსაკუთრებით ძალიან ნიჭიერია. ელოდით ამ შედეგს? თავიდან რო დაიწყე, არა ხო არც მე მოკლედ ვიტყვი, რომ აი სრულიად უნიკალურები ხართ და მე მგონი თქვა, ამას საბოლოო განაცხადება იყო. კი. კი. იმდენად გავესად რა კი. სამი კი გაქვს. სამი კი გაქვს. ეხლა აბა შემდეგ ტურში გალოდებით. მადლობთ. კახურმა დისკოტეკამ მოწონება დაიმსახურა.